ჩვენ ახლა ამერიკელი დამკვირვებელი შემოგვერთება, როგორც უკვე დავაანონსე, ჯეიკ ჰოფმანი, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ახალგაზრდული ფრთის ახალგაზრდა რესპუბლიკელების ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო თანათავმჯდომარე. მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. შორიგზიდან იმყოფებით ჩვენთან ქვეყანაში და გუშინ დააკვირდით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. პირველი შეფასება თქვენი და შთაბეჭდილება რომ გაგვიზიაროთ. Well, I was able to travel to multiple different cities. მე მქონდა შესაძლებლობა რომ რამდენიმე ქართულ ქალაქს წვევოდი არჩევნებისას და ჩემი პირველი შთაბეჭდილება გახდათ ის რომ ეს არჩევნები არის ძალიან კარგად ორგანიზებული. ადამიანისთვის რომელმაც მთელი ცხოვრება ამერიკაში გაატარა უნახავს ბევრი ამერიკული არჩევნები. მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ იმ პროცესებზე დაკვირვებით რომელთაც თქვენ ჩაატარეთ არჩევნები არის სტანდარტული დასავლური სახელმწიფოებისთვის და მე ძალიან სასიამოვნო გაკვირვებული ვარ ამავე დროს. ძალიან საინტერესო. თქვენმა კოლეგამ საფრანგეთიდან, რომელიც ასევე აკვირდებოდა არჩევნებს, თქვა შემდეგი რამ, რომ გუშინდელმა არჩევნებმა აჩვენა, რომ აქ ბევრად უფრო კარგად ტარდება, ვიდრე მაგალითად ჩვენთან საფრანგეთში. აი თქვენ რა შედარება შეგიძლიათ გააკეთოთ ახლა შტატებთან და საქართველოს არჩევნებს შორის? Yes, as some people may know, in America we have 50 states. ზოგიერთმა შეიძლება იცოდეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ გვაქვს 50 შტატი და საარჩევნო თვალსაზრისით 50-ვე შტატში არის განსხვავებული წესები. მე მაგალითად ვარ ფლორიდის შტატიდან და ფლორიდის შტატში ვიტყოდი, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი საარჩევნო სისტემები. მე გავაკრიტიკებდი მაგალითად კალიფორნიის საარჩევნო სისტემას, სადაც საერთოდ ადამიანებსაც პირადობის დამადასტურებელ მოწმობას თხოვენ. არც თითის ანაბეჭდს და ასევე საერთოდ ზოგიერთი ადამიანი, რომელიც საარჩევნო პროცესში მონაწილეობას იღებს, არც არის დადასტურებული, რომ ის საერთოდ ამერიკის მოქალაქეა, ან თუნდაც ცხოვრობს ამერიკაში. 2022 წელს არიზონაში, მაგალითად, შტატში არ ჰქონდათ საკმარისი მელანი, რათა დაებეჭდათ ბიულეტენების შესაბამისი რაოდენობით. ადამიანებს 3-4 საათი უწევდათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რიგში დგომა. ამერიკაში ჩვენ ამ თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი გამოწვევა გვაქვს, რომელიც დაგვიგროვდა ბოლო წლების განმავლობაში და ამავე დროს მეორე მხრივ, როდესაც მე უყურებ თუ საქართველოში როგორ ტარდება არჩევნები, მე გულწრფელად გეტყვით, რომ ბევრ ამერიკულ შტატზე უკეთესად ატარებთ თქვენ არჩევნებს. პირადად ჩემთვის ძალიან საამაყოა, როდესაც ამერიკელი დამკვირვებლისგან ამას ვისმენ ჩემს ქვეყანაზე და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ეს ბევრ ამას უსვამს ხაზს, მაგალითად იმას, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით ძალიან წინ მიიწევს საქართველოს. აი, აქ გითხარით ზოგადი მდგომარეობა. იყო თუ არა რაიმე გადაცდომები ან დარღვევები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც თქვენ იმყოფებოდით? რა ცნობებს გაწვდიდნენ ადგილზე? No, in all of the polling stations. არა, მე ყველა საარჩევნო უბანზე, რომელზეც ვიმყოფებოდი, ვნახე ასევე ბევრი სხვა დამკვირვებელი. ვნახე ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომელიც აკვირდებოდა არჩევნებს, ვნახე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, 20-30-მდე ადამიანი ადევნებდა თვალს თითოეულ საარჩევნო უბანზე მიმდინარე პროცესებს. თქვენ გაქვთ ასევე ჩამწერი სისტემები საარჩევნო უბანზე, რაც ამერიკაში ჩვენ არა გვაქვს. უსაფრთხოებად შეუდარებლად უფრო კარგად არის დაცული ქართულ საარჩევნო უბნებზე, ვიდრე ამის ამერიკაშია, ჩემო ბატონო. დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდა გუშინდელი არჩევნები. შეგიძლიათ ეს გითხრათ? I think they're very similar to many other Western countries. მე გეტყვით, რომ ის რაც მე ვიხილე გუშინ არის ზუსტად იგივე, რაც ბევრ დასავლურ სახელმწიფოში. მე ზუსტად იმავე პროცესებს ვუყურებ საარჩევნო თვალსაზრისით, როგორც ევროკავშირში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელსაც თქვენ იყენებთ არჩევნების შესატარებლად, არის იგივე წარმოების, რაც არის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. გამომდინარე აქედან, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ეჭვი გაუჩნდება, სხვადასხვა პრეტენზიები ექნება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ამ ადამიანებმა ამავე დროს მაშინ ამერიკაში და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ჩატარებული არჩევნები უნდა გააკრიტიკონ. ბევრ ამერიკულ შტატში საერთოდ აღარ იყენებენ ფიზიკურად ბიულეტენებს და თავიდან ბოლომდე ეს პროცესი არის ციფრულ განზომილებაში გადაყვანილი. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატების რიგ შტატებში და ასევე დასავლეთის რიგ სახელმწიფოებში გვაქვს ისეთი რამდენიმე მოცემულობა, რომელმაც შეიძლება კითხვები გააჩინოს და გამომდინარე აქედან მე გეტყვით, რომ არაფერი მე ისეთი არ მინახავს საქართველოში, რაც არ მიესადაგება საარჩევნო პროცესს დასავლეთში. თქვენ თქვით, რომ ესაუბრეთ სხვა დამკვირვებლებსაც. ხო არ ქონიათ კომუნიკაცია ადგილობრივ დამკვირვებლებთან, ხო არ უთქვამთ თქვენთვის მათ გარემოსთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული ცნობა, რადგან ცოტა ხნის წინ მაგალითად
ევროსაბჭოდან ასეთი შინაარსის გზავნილი მოვიდა, რომ არ იყო კონკურენტუნარიანი და ადგილობრივ დამკვირვებელთა ნაწილს ეშინოდა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მონაწილეობა მიიღო ამ არჩევნებში როგორც დამკვირვებელს და ამ სტატუსით ესარგებლა. რაიმე ხომ არ ხსმენიათ მსგავსი? That sounds pretty false to me. I think that in my მე მაგონებს რომ არის ყალბი ინფორმაცია, ეს არის სიცრუე ტყუილი, მე მქონდა კონტაქტი შეხება და საუბარი როგორც ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან, ასევე უცხოეთიდან ჩამოსულ ადამიანებთან ერთად, ყველა იყო ძალიან მეგობრულად განწყობილი. ბევრი სხვადასხვა გუნდის სადამკვირვებლო გუნდის წარმომადგენელთან მქონდა შეხება, ჩვენ ვნახეთ ადამიანები უნგრეთიდან, საფრანგეთიდან, საქართველოსთან ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჩვენ ყველანი ვადევნებდით თვალს ერთი და იმავე პროცესთან მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში მე პირადად არ გამიგია არავისგან არავით არის პრეტენზია. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება. ამერიკელი დამკვირვებელი ჯეიკ ჰოფმანი რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ახალგაზრდული ფრთის ახალგაზრდა რესპუბლიკელების ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო თანათავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.